ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სასულიერო პირთა გადამზადების პროცესი მიმდინარეობს. საპატრიარქო ტახტის მოსახდრის, სენატისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით სხვადასხვა ეპარქიაში ღირებულებითი განათლებისა და სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ საბაზისო ტრენინგები ტარდება. გადამზადების პროცესი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მორიგი ტრენინგი 8 ივლისს გორისა და ატენის ეპარქიაში ჩატარდა. მასში ადგილობრივი და სამთავისისა და კასპის ეპარქიის სასულიერო პირები მონაწილეობდნენ. შეხვედრა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში გაიმართა. სასულიერო პირები ღირებულებითი განათლების ძირითად პრინციპებს, არაფორმალური განათლების თავისებურებებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს გაეცნენ. ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. მან ღირებულებითი განათლების პროექტის შესახებ ისაუბრა. შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ტრენინგს ფსიქოლოგი და გეშტალტ ფსიქოთერაპევტი რუსუდან კილაძე უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ ტრენინგები უკვე ჩატარდა სენაკისა და ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ცაიშის და ასევე სურამისა და ხაშურის ეპარქიებში. პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. შეგახსენებთ, რომ პროექტი ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საპილოტედ შეირჩა თბილისის 25 საჯარო სკოლა, სადაც ღირებულებითი განათლების 40-მდე კლუბი ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროექტში 1000-მდე მოსწავლეა ჩართული. ღირებულებითი განათლების გადამზადების ტრენინგები უკვე ეპარქიებშია და მადლობთ ღმერთს, რომ ეს პროცესი ძალიან დიდი ინტერესით ვითარდება, ძალიან დიდი გამოხმაურება ეპარქიების მამებისაგან, ეპისკოპოსებისაგან, სასულიერო პირებისაგან და ვფიქრობთ, რომ სასარგებლო იქნება ეს პირველ რიგში ჩვენი მოზარდებისთვის, რომლებსაც შესაძლებელია შეხება ჰქონდეთ შემდგომ სასულიერო პირებთან. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტრენინგში ჩართულია განათლების სამინისტრო, მასწავლებელთა გადამზადების ცენტრი, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგები, რომელსაც საკმაოდ გამოცდილება დაუგროვდათ ბავშვებთან, მოზარდებთან ურთიერთობებისა და სასულიერო პირები, რომლებსაც მეტნაკლებად შეხება აქვთ თავიანთ ეპარქიებში, სკოლებში, საკვირაო კლუბებში, საკვირაო სკოლებში და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია ეს ტრენინგი, ვინაიდან გადამზადებული სასულიერო პირები მოსინჯავენ მათ შესაძლებლობას იმ სკოლებში, რომელსაც აქვს სურვილი, რომ მათთან ღირებულებითი განათლების კლუბი ჩამოყალიბდეს. იწყება კომუნიკაცია სკოლასთან, პირველ ეტაპზე იქნება შეხვედრები თავისუფალი რეჟიმის და დეკემბრიდან გეგმავთ, თუ რა თქმა უნდა სკოლებიდან იქნება შესაბამისი შემოთავაზება, სასულიერო პირის მიერ გაიხსნას ღირებულებითი განათლების კლუბი, რომელზეც ხელმეორედ კიდევ მოხდება გადამზადება სასულიერო პირებისა, უკვე შესაბამისი სცენარებით ამ გაკვეთილებისა, შესაბამისი თქვათ გეგმით, რომელიც გაწერილი იქნება უკვე მთელ წელიწადზე და შეხვედრები უკვე არ იქნება თავისუფალი, არამედ იქნება კვირაში ერთხელ 1 საათის განმავლობაში. ტრენინგები არის ორდღიანი, პირველ ეტაპზე არის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და თანამედროვე განათლების სისტემის კანონმდებლობას აცნობენ სასულიერო პირებს, თანამედროვე გამოწვევებს და მაქსიმალურად აწვდიან იმ სურათს, რა რეალობაც არის სკოლაში, რომ მეტი სიფრთხილით, მეტი პასუხისგებლობით და მეტი ბავშვზე ორიენტირებულობით მოხდეს ეს შეხვედრები სასულიერო პირებსა და მოზარდებს შორის. მეორე დღეს არის ფსიქოლოგის დღე, რომელიც ერთგვარად იმ სირთულეებს გააცნობს ჩვენ სასულიერო პირებს, რომელიც გარდატეხის ასაკში აქვს ბავშვს, ასევე თანამედროვე რეალობაში რა ფსიქოტიპია, ასე ვთქვათ, თანამედროვე მოზარდისა, საერთო შემაჯამებელი მაჩვენებლებით, ასე ვთქვათ, და მე გარკვეულ ინდივიდუალურ რეალობებს განიხილავენ, რაც შეიძლება მათ სკოლაში გამოწვევის სახით შეხვდეს. შემდგომ ჩვენი წარმომადგენელი იწყებს შეხვედრებს, ასე ხსნის, ასე ვთქვათ, შეხვედრებს და ბოლოს აჯამებს და მთლიანად სურათს აყალიბებს და ასევე სცემს პასუხს კითხვებზე, რა კითხვებიც გაჩნდა ამ ტრენინგების განმავლობაში სასულიერო პირებისა ამ ტრენინგის მიმდინარეობის შესახებ.
ველოდებით ახალ განაცხადებს ეპარქიებიდან, ვინაიდან ამ ეტაპზე ეს რაოდენობა ეპარქიებისა ფაქტობრივად თითქმის მოვიცავით, 2 ეპარქია დაგვრჩა და ეხლა უკვე ახალი განაცხადების შესაბამისად სხვადასხვა ეპარქიებიდან, სადაც არ ჩატარებულა მსგავსი შეხვედრა, გეგმავთ, რომ ეს შეხვედრები და ეს გადამზადების ტრენინგები ჩატარდეს ყველა იმ ეპარქიაში, საიდანაც ინტერესი იქნება გამოჩენილი. ტრენინგი ეხება ძირითადად მოზარდების განვითარების ეტაპებს, რა კრიზისების დაძლევა უწევთ და როგორ მიეხმარონ სასულიერო პირები ამ კრიზისის დაძლევაში. გავაკეთეთ სხვადასხვა სავარჯიშოები, რომელიც დაეხმარებათ ნდობის მოპოვებაში, ამ ბავშვებთან კონტაქტში უფრო თქვა დაახლოვებაში და ასე შემდეგ, ემპათიის გამოხატვაში. სავარჯიშოები ზუსტად ამას ემსახურებოდა, სასულიერო პირები იყვნენ ძალიან ჩართულები. მე მგონია, რომ პროცესი ძალიან დადებითად წარიმართა და კარგი შედეგები ექნება. დღეს ჩვენთან იმყოფებოდნენ განათლების სამინისტროდან, ასევე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან, ასევე იყო ფსიქოლოგი და ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოცდილება ბავშვებთან ურთიერთობისა, საკვირაო სკოლა გვაქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს გამოცდილება ჩვენ ძალიან დაგვეხმარება საჯარო სკოლაში ბავშვებთან ურთიერთობისთვის, რაც იგეგმება მომავალში და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს ტრენინგები ტარდება და ჩვენს მამებს, სასულიერო პირებს ძალიან გჭირდება ეს, რომ ის გამოცდილება, რაც ფსიქოლოგებმა დააგროვეს, რომ ჩვენ გამოვიყენოთ იმ სულიერ სწავლებასთან შესაბამისობაში ბავშვებთან მისატანად, რომ მათთვის რაღაცა ეს სასარგებლო იყოს და მათ დაეხმაროთ. კომუნიკაცია მომავალ თაობასთან რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ესეთი ფორმით განათლების სამინისტრო, საპატრიარქო ორივე ერთად ეს შერწყმა მე ვფიქრობ, რომ ძალიან ნოყიერი იქნება უკვე მომავალ თაობებისთვის და ჩვენ პირადად ჩემსაც ძალიან საინტერესო იყო და საინტერესოსთან ერთად პლუს კიდევ ბევრი რაღაც ახალი გავიგე, რაც მეგონა რომ თქვათ ვიცოდი, მაგრამ უფრო უკეთესად კიდევ ჩამოგვიყალიბეს, რაც უნდა შემდგომში გაკეთდეს და ძალიან საინტერესოდ ვთვლი, რომ ეს ყველაფერი იყო სასარგებლო. ძალიან სასიხარულო და საინტერესო იყო და ძალიან ნაყოფიერი იყო პირადად ჩემთვის აღნიშნული ერთგვარი ტრენინგები და ვფიქრობ, რომ ძალიან დაგვეხმარება ამ საკითხებზე მსჯელობა, რომ სამომავლოდ მოხდეს ღირსეული კომუნიკაციის დამყარება სკოლებთან და ბავშვებთან, რაც საშუალებას მოგცემს, რომ ეს ქრისტიანული ღირებულებები გავაცნოთ ჩვენ მომავალ თაობას. ორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 67 წელი გავიდა. როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი თამარ აბულაძე გვიყვება, დაწესებულება დაარსების დღიდან ემსახურება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ მიზანს, ქართული ხელნაწერებისა და ზოგადად ტექსტური ტრადიციის შესწავლას, დაცვას, კონსერვაციასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას. მისი განმარტებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცულია უნიკალური და მრავალფეროვანი მასალა, ქართულ ენოვანი და უცხოური ხელნაწერები, ისტორიული დოკუმენტები, საზოგადო მოღვაწეთა ავტოგრაფები, არქივები, რაც წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ იდენტობასა და კულტურულ მემკვიდრეობას. ყველაზე უფრო დიდი რაოდენობით ჩვენთან სახარებებია დაცული სასულიერო ხელნაწერთაგან. არის ძალიან საინტერესო თავისი წარმოშობის თვალსაზრისით, რედაქციულობის თვალსაზრისით, წიგნის ხელოვნების, წიგნის კულტურის შექმნის თვალსაზრისითაც. აი ჩვენ გვაქვს დაცული ვანის სახარება, რომელიც რომანას მონასტერში კონსტანტინოპოლში შესულა თამარის დაკვეთით და ითვლება, რომ მისთვისვე ეს არის უნიკალურად მოხატული სახარება, ორი იარუსიანი მოხატულობა აქვს და ბიზანტიელი მომხატველის მიერ არის შესრულებული. მე-12 საუკუნით თარიღდება. უფრო ადრეული გვაქვს ჯრუჭის პირველი სახარება, რომელიც სულ სხვა მოხატულობის სტილით გამოირჩევა. იგი მე-10 საუკუნით თარიღდება და საერთოდ პირველი კლასიკურად ილუსტრირებული სახარება.
სახარება. ასევე საზეიმო ხელნაწერია გელათის 4 თავი, სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი მთაწმიდელის მიერ თავიდან ბერძნულ შედარებული და შესრულებული სახარება მისეული რედაქცია პირველად სწორედ გელათის სახარებაშია დაფიქსირებული. გელათის სახარებაც უნიკალური ძეგლია თავისი მოხატულობის თვალსაზრისით. აფხაზეთში შესრულებული სახარება გვაქვს ჩვენ, ასევე უნიკალური მოქვის სახარება, რომელიც 1300 წლით თარიღდება. მთავარეპისკოპოს დანიელის შეკვეთით შესრულდა ეს სახარება. სრულიად გამორჩეულია თავისი სტილისტიკით, ისიც ფურცლოვან ოქროზეა შესრულებული. თამარ აბულაძის განცხადებით, დაარსების დღიდან ცენტრის ბიბლიოთეკა ემსახურება მკითხველს და მუდმივად ივსება ახალი პუბლიკაციებით, მათ შორის უცხოური, ქართული და სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებიდან გამოგზავნილი სამეცნიერო ნაშრომებით. ეს სისტემა ასევე მოიცავს ცნობილი მეცნიერების მემორიალურ კაბინეტებს, რომლებსაც ასევე აქვთ მუზეუმის ფუნქცია. ცენტრში ასევე ფუნქციონირებს რესტავრაციის ლაბორატორია. თამარ აბულაძის განმარტებით, ცენტრში მოქმედი დიგიტალიზაციის განყოფილების მიზანია ცენტრის ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული დოკუმენტების ციფრული ვერსიების შექმნა, რათა ერთი მხრივ ეროვნული საგანძური ციფრული სახით იყოს დაცული, ხოლო მეორე მხრივ მკითხველებს შეეძლოთ ხელნაწერის ციფრულ ვერსიაზე მუშაობა და ორიგინალი დაცული იყოს დაზიანებისგან. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამეცნიერო საქმიანობის, კვლევის შედეგების გამოქვეყნებას. საერო ხელნაწერების ფონდიც ძალიან მდიდარია ჩვენთან და ეს უპირველესად ეხება ვეფხისტყაოსნებს. ასე მეტი ხელნაწერი გვაქვს ჩვენ ვეფხისტყაოსნის, რომელთაგან ყველაზე ძველი მე-16 საუკუნის ფრაგმენტია. ამ მთელ მასალას მოვლა განსაკუთრებული ცხადია, ჭირდება პირობების დაცვა და ჩვენი რესტავრაციის ლაბორატორია ძალიან ესეთი მონდომებით, გულმოდგინეთ, მუდმივად სწავლის პროცესში არიან ისინიც და ხდება ამ ხელნაწერების რესტავრაცია, როგორც ხელნაწერების, ასე ისტორიული დოკუმენტების. გვაქვს დიგიტალიზაციის ლაბორატორია, რომელიც თანდათან უკეთ და უკეთ აღიჭურვა და ჩვენი დიგიტალიზატორები იმის და მიხედვით რა არის უპირველესი და საჭიროება რა არის იმისა, რომ გადავიღოთ ეს ხელნაწერები, იღებენ ამ ხელნაწერებს. უმდიდრესი საბიბლიოთეკო ფონდი გვაქვს ჩვენ და უპირველესად უნდა აღვნიშნოთ რარიტეტული წიგნები. ჩვენთან არის დაცული რომში 1629 წელს დაბეჭდილი ერთეულები, ეს არის ქართული ლიტარული ლექსიკონი და ანბანი ლოცვები თურთ, ვახტანგის ტამბაში დაბეჭდილი ვეფხისტყაოსანი, ერეკლეს განახლებულ სტამბაში 20 ერთეულზე 27 ერთეულია, მისი სტამბის ერთეულებიც გვაქვს ჩვენთან შემონახული და ასევე ჩვენი ცნობილი მეცნიერების, ილია აბულაძის, ელენე მეტრეველის, ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის და სხვათა მემორიალური კაბინეტები გვაქვს თავისი წიგნადი ფონდით, რომელიც ასევე შეიცავს ძალიან მდიდარ მასალას. ოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის მაია მაჭავარიანის განცხადებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მრავალწლიან სამეცნიერო საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც ქართულ მეცნიერებაში, ისე მსოფლიო ჰუმანიტარულ კვლევებში. მისი თქმით, ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს წამყვან აკადემიურ ინსტიტუტებთან, მონაწილეობს საერთაშორისო საგამოფენო და საგანმანათლებლო პროექტებში და ხელს უწყობს მეცნიერთა ახალ თაობას ჩამოყალიბებაში. აქ აი ამ შენობაში გარდა აი ამ საოცრად საინტერესო და მნიშვნელოვანი ფონდებისა შეიქმნა მეორე დიდი საგანძური, ეს არის ჩვენი სამეცნიერო მემკვიდრეობა. ჩვენი ცენტრის მეცნიერების მიერ განხორციელებულმა პალეოგრაფიულმა, კოდიკოლოგიურმა, ტექსტოლოგიურმა, ისტორიოგრაფიულმა კვლევებმა ძველი ტექსტების გამოცემებმა ბევრ შემთხვევაში შექმნა საფუძველი ქართული წერლობის და ინტელექტუალური განვითარების ისტორიის
კვლევისათვის. პირველ რიგში მინდა ვახსენო საცნობარო, უძვირფასესი საცნობარო ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა ხელნაწერთა აღწერილობები. ჩვენს ფონდებში დაცული, როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი ხელნაწერების უდიდესი ნაწილი არის აღწერები გამოცემულია, აღწერის პროცესი დღესაც გრძელდება. ასევე შექმნილია ქართული სასულიერო თარგმნილი ლიტერატურის ბიბლიოგრაფიული ინდექსიც. ჩვენი მეცნიერების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგად გამოვლინდა ბევრი ისეთი ფაქტი, ბევრი ტექსტი, უცნობი ავტორი, რომელთა წარმოჩენაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული მწერლობის, არამედ თავად ბიზანტიური მწერლობის მომავალი კვლევისთვისაც. ჩვენი კვლევების შედეგები შეკრებილია და მოკლედ არის წარმოდგენილი სამტომეულში, რომელიც გამოქვეყნდა ამ საუკუნის 20-იან წლებში. ეს არის ნარკვევები ძველი ქართული სასულიერო ლიტერატურის ისტორიიდან, სადაც ფაქტიურად გაერთიანებულია და წარმოჩენილია ყველაფერი ის, რაც გაკეთდა ქართველოლოგიაში, ქართველოლოგიურ კვლევებში კორნელი კეკელიძის ფუნდამენტური ნაშრომის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია გამოქვეყნების შემდეგ. აქვე მინდა ვახსენო კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი და ამჯერად უკვე ინგლისურენოვანი გამოცემა. ეს არის შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურული კულტურა და ხელნაწერი წიგნი, რომელიც ჩვენი მეცნიერთა თაოსნობით შედგა. ეს არის კრებული ფაქტიურად სტატიების და გამოკვლევების და წარმოაჩენს ქართულ წიგნობრობას საზღვარგარეთის სამონასტრო ცენტრებში. შეგახსენებთ, რომ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, იმ დროისთვის ხელნაწერთა ინსტიტუტი 1958 წლის 30 ივნისს დაარსდა.